ეთერში და რატომ? აი ეს ორგანიზაცია ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრთან ერთად ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახალგაზრდებისთვის. პროექტის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს 4 რეგიონში, მათ შორის აჭარაში, სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებსა და საწარმოებში ანაზღაურებას, სტაჟირებას გაივლის 100 შერჩეული სტუდენტი და კურსდამთავრებული. 2500-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა საქართველოს მასშტაბით სურვილი ჩაერთოს ამ პროექტში და 50-ზე მეტმა ბიზნეს კომპანიამ, რაც ძალიან მისასალმებელია, რაც შეეხება აჭარას, 70 მსურველია აჭარის რეგიონიდან და 9 კომპანიაა ჩართული. უფრო მეტს გვეტყვის აი ამ პროექტის შესახებ ჩვენი სტუმარი, რომელიც მგონი ხაზე უნდა. ხაზე უნდა ყავდეს, სტუდიაშიც გვეყოლება სტუმრები. მოგესალმებით. ქალბატონო მარია. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმრებს, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ზოგადად ამ პროგრამის გაშუქებით დაინტერესებისთვის. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით ვახორციელებთ ძალიან საინტერესო პროგრამას ახალგაზრდებისთვის, რომელიც ერთი მხრივ ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, რომ დასაქმებისთვის საჭირო უნარჩვევები შეიძინონ, მეორე მხრივ კი იმ კომპანიებს, სადაც ახალგაზრდების სტაჟირებას გაივლიან, შესაძლებლობა ექნებათ, რომ ახალგაზრდების სახით ახალი, ისეთი კვალიფიციური, ენერგიული რესურსი ჰქონდეთ თავიანთი უფრო მეტი წარმატებისთვის, ასე ვთქვათ. მაგრამ სანამ უშუალოდ სტაჟირების პროგრამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებდეთ, მოდით მე ძალიან მოკლედ გეტყვით ჩვენი პროგრამის შესახებ, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უკვე მეორე წელი არის ძალიან აქტიურად მუშაობს ისეთი სექტორების განვითარებაზე, რომელსაც აქვს პოტენციალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის და მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოებისთვის, ასე ვთქვათ, შემოსავლების გაზრდის. და ეს სექტორები ბევრი კვლევის შედეგად დავაზუსტეთ და არის 5 ძირითადი სექტორი. ეს არის ტურიზმი, ეს არის კრეატიული ინდუსტრია, ეს არის მსუბუქი მრეწველობა, ეს არის ინტელექტუალური სერვისები და ეს არის მდგრადი ნარჩენების გადამუშავება. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს ან ჩვენ თვითონ, ასე ვთქვათ, ახორციელებთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით განსხვავებულ ჯგუფებს აუცილებლად ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ერთი ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ჩვენს პროგრამებზე, პროდუქტებზე და სერვისებზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და მეორე იღებდნენ სარგებელს. ხა, როდესაც ვსაუბრობთ ამ ჯგუფებზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი კომპონენტი არიან ახალგაზრდები. გარდა იმისა, რომ ყველა პროგრამაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ახალგაზრდები ძალიან აქტიურად ჩართულები არიან, როდესაც ჩვენ ვხედავთ სპეციფიურ საჭიროებას რომელიმე ჯგუფის და ამ შემთხვევაში დავინახეთ ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით, ვახორციელებთ სპეციფიურ, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად ახალგაზრდებისთვის პროგრამებს. და რატო არის ახლა მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის ამ მიმართულებით გაძლიერება? ქალბატონო მარიამ, გესმით ჩემი? რეალურად მოსახლეობის 30% შეადგენენ ახალგაზრდები, ხო მართალია? მაგრამ სამწუხაროდ, აი ბოლო მონაცემებს რომ შევხედოთ, უმუშევრობის მაჩვენებელი ახალგაზრდებში არის ძალიან მაღალი, თითქმის უტოლდება 30%-ს. არ და იმ მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ შევხედოთ, ანუ რეკომენდირებული, აი დასაშვები მინიმუმი 15%-ს არ ცდება და ჩვენ შემთხვევაში ხედავთ, რომ ახალგაზრდებში არის ძალიან მაღალი, თითქმის 2-ჯერ მეტი. ამას ემატება შიდა მიგრაცია, ემატება ის, რომ ახალგაზრდები უფრო კონცენტრირებულები არიან დაბალ ანაზღაურებად ან საერთოდ არ ანაზღაურებად. ქალბატონო მარიამ, გესმით ჩემი ხმა? შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გამოწვევების საპასუხოდ გაგვეკეთებინა პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარებოდა, რომ აი დასაქმებისთვის საჭირო უნარჩვევები შეეძინათ და ზუსტად ამიტომ დავიწყეთ ეს სტაჟირების პროგრამა. ჩვენს ძალიან კარგ პარტნიორ ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრთან ერთად, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი წლის გამოცდილება სისტემური მიდგომის ახალგაზრდების დასაქმების და ბიზნესებთან მუშაობის მიმართულებით. თვითონ პროგრამა არის ძალიან საინტერესო თავისი სპეციფიკით, იმიტომ რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ დასაწყისში, ძალიან მასშტაბური არის თავისი შინაარსითაც 100 სტუდენტს ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას სტაჟირების და ანაზღაურებადი სტაჟირების, თუმცა რაც არის ძალიან საინტერესო, ეს არის რომ აქ აქცენტი გვაქვს ჩვენ რეგიონებზე.
რეგიონებზე და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს მოიცავს 5 რეგიონს, მათ შორის აჭარასაც და ეხლა რომ შევხედოთ მონაწილეების რაოდენობას, დარეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რომ 100, ასე ვთქვათ, ადგილი არის ვაკანტური, განაცხადი შემოიტანა თითქმის 2500-მა ახალგაზრდამ, რაც ისევ და ისევ აჩვენებს ახალგაზრდების ინტერესს და მათ საჭიროებას ამ ტიპის საქმიანობებში. სამწუხაროდ კომუნიკაცია აი გესმით, ეხლა მე მგონი გვაქვს საშუალება რომ კითხვები დავუშვათ. წესით არ უნდა იყოს ტექნიკური ხარვეზი, რატომღაც ვერ მოგაწვდინეთ ხმა, გესმით ახლა ჩვენი? ეხლა მესმის თქვენი ხმა კი ბატონო, ეხლა მესმის დიახ გისმენთ? პრინციპში უპასუხეთ უკვე ჩვენ შეკითხვებს, მაგრამ საინტერესოა ერთი ასპექტი, ალბათ აი ამ პროგრამას საფუძვლად უდევს კვლევა. შრომითი ბაზრის. საინტერესოა რა სპეციფიურობა გამოვლინდა ქართული შრომითი ბაზრის ახალგაზრდულ სეგმენტთან მიმართებაში. რა სირთულეებს აწყდებიან ახალგაზრდები, რატო ვერ ხერხდება მათი განათლების რეალიზება? მოგეხსენებ ამას, რა თქმა უნდა, რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ასე ვთქვათ, მიზეზი, რაც არის ხშირად ვერ ხდება, ანუ რა რესურსებიც ახალგაზრდებს აქვთ, ანუ განათლებას, რა მიმართულებითაც აკეთებენ ინვესტიციას, სამწუხაროდ მოთხოვნას და მიტოდებას შორის არ არის ხოლმე, ასე ვთქვათ, აქტიური კავშირი. პლუს ამას შიდა მიგრაცია, რომელიც მე ვახსენე ძალიან დიდი. მით უმეტეს რეგიონიდან ახალგაზრდები მიდიან დიდ ქალაქებში, სადაც უკვე სამწუხაროდ იმდენი სამუშაო ადგილი არ არის, რამდენადაც თვითონ ახალგაზრდები არიან და ბევრი მიზეზი აქვს ამას, მაგრამ ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ ხედავთ, რომ ახალგაზრდებს აქვთ მზაობა, აქვთ სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ მათი, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილება ვერ ხდება, იმიტომ რომ არ არსებობს ისევ და ისევ ვიმეორებ, არ არსებობს, ასე ვთქვათ, ბმა მათ კომპეტენციასა და სამუშაო ადგილზე არსებულ რესურსებს შორის და ამიტომაც არის აი მსგავსი პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვანი, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს, აი ეხლა რა მოთხოვნაც არის, ეხლა რა მიმართულებითაც არის მოთხოვნები, ამ მოთხოვნებს შეეპასუხონ თავიანთი გამოცდილებით, ცოდნით და ასე შემდეგ. და აი, როდესაც ეს სექტორები ვახსენეთ, ზუსტად ჩვენმა კვლევამაც ეს აჩვენა, რომ ახალგაზრდებს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი დასაქმნი მაღალანაზღაურებად პოზიციებზე იმ სექტორებში, რომელიც ჩვენ ვახსენეთ: ტურიზმი, კრეატიული ინდუსტრია, მსუბუქი მრეწველობა და ასე შემდეგ. ქალბატონო მარიამ, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ ერთგვარი მედიატორის როლს აი ამ პროცესში. წესით ნორმალურ შემთხვევაში ვინ უნდა აიღოს ეს როლი საკუთარ თავზე? რა თქმა უნდა, მესმის დიდი მადლობა შეკითხვისთვის. აი ეს პროგრამა ზუსტად ამითაც არის ძალიან საინტერესო, რომ ძალიან კარგ პოზიტიურ მაგალითს ქმნის ბიზნეს, კერძო სექტორსა და განვითარების პროგრამებს შორის თანამშრომლობის. რა თქმა უნდა, თავად ბიზნესები უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ ახალგაზრდების საინტერესო, კარგი გამოცდილების მქონე ახალგაზრდები მიიღონ და თავად ახალგაზრდების ინტერესიც უნდა იყოს და თავად უნდა იყვნენ აქტიურად ჩართული, რომ დასაქმების შესაძლებლობები გქონდეთ, მაგრამ ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ თუ კი ახალგაზრდებს არ დავეხმარებით, იქნება ეს ტრეინინგები თუ სხვა რესურსებით, სამწუხაროდ მათ ვერ ექნებათ შესაძლებლობა ამ თავიანთი პოტენციალის რეალიზების და სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი განვითარების პროგრამების, არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, რომ მათ დაეხმარონ ამ უნარჩვევების შეძენაში და აი ჩვენი პროგრამა ამ მხრივაც არის უნიკალური, რომ გარდა იმისა, რომ დააკავშირებს ახალგაზრდებს ბიზნესებთან, სადაც ისინი სტაჟირებას გაივლიან, ისინი პარალელურად გადიან ძალიან ინტენსიურ მომზადებას, ესწრებიან მასტერ-კლასებს, ტრეინინგებს, კოუჩინგის კომპონენტებიც არის სხვადასხვა მიმართულებით, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ სტაჟირების ფარგლებში, ასე ვთქვათ, კარგად ადაპტირდნენ სამუშაო გარემოსთან და მეორე, რაც თავარია, უკვე სხვა სამუშაო ადგილზე ჰქონდეთ უკვე ის უნარები, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი ამოვწურეთ საკმაოდ ბევრ რამეს შეეხეთ და ვისაუბრეთ თითქმის ყველაფერზე, ცოტა სასაუბრო სტუდიაშიც დავიტოვოთ ჩვენთან ერთად. ქალბატონ მარიამს დიდი მადლობა ჩართვისთვის და დავიმშვიდობებით. მადლობა რომ ახორციელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გაახარეთ, ალბათ დარწმუნებული ვარ და შემდეგ წლებში თუ იქნება შესაძლებლობა აი წელს ვინც ვერ მოხვდა, რომ დაიჭიროს თადარიგი მომავალი წლისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდ მოთხოვნას რადგან ხედავთ ახალგაზრდებისგან, სტუდენტებისგან ამ და სხვა მსგავსი ტიპის პროგრამების აქტიურად გავაგრძელებთ მათ განხორციელებას და მხარდაჭერას ძალიან დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ისევ და ისევ ჩვენ ხედავთ, რომ ამისი საჭიროება არის და განსაკუთრებით რეგიონებში და აი აქ ხაზე მინდა სხვათა შორის გაუსვა მოკლედ ძალიან გხოთ.
აჭარის მაგალითს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ახალგაზრდები მარტო ბათუმიდან კი არ არიან დაინტერესებული, უფრო მეტი აპლიკაცია იყო ქობულეთიდან, ხულოდან, შუახევიდან და ასე შემდეგ, რაც ისევ და ისევ აჩვენებს ინტერესს, ასე ვთქვათ, ხდება გადანაწილება მთელი რეგიონის მასშტაბით. დიდი მადლობა გემშვიდობებით თემაზე საუბარს. განვაგრძობთ სტუმრებთან ერთად. საინტერესო სტუმრები გვყავს ძალიან. თემურ კახიძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა ხახუტაიშვილი, კოლეჯი ახალი ტალღა დირექტორი და სოფიო მუხაშავრია, კომპანია გორგიეს HR-ი. მოგესალმებით, მადლობა რომ გვეწვიათ. მადლობა მოწვევისთვის. ასეთი პროექტები, თემურ, მოდი შენგან დავიწყებთ. დასაქმება ყველაზე მყინვარული საკითხი გახდა განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და ეს ერთ-ერთი თქვათ ნათელი წერტილი იყოს შეიძლება ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტების თან ახალგაზრდებს ეძლებათ საშუალება რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და დასაქმდნენ, რამდენად დიდია თქვათ მოთხოვნა და რამდენად დიდია დაინტერესება კომპანიების მხრიდან. ბესო, მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ და იმისთვის რომ ძალიან საინტერესო თემას ეხებით. ვიტყვი რომ ამ ჩვენ რეგიონისთვის ახალგაზრდებზე მიმართული პროგრამებით შეგვიძლია რომ ვიტრაბახოთ, იმიტომ რომ გვაქვს განსხვავებული მიდგომა, იგივე სტუდენტებთან დაკავშირებით და აღნიშნული ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი არის. მეც ვიტყვი, რომ ზოგადად აჭარის დასაქმების სააგენტო თავიდანვე დიდ ყურადღებას აქცევდა ისეთ კავშირების შექმნას, რომელიც არის არასახელმწიფო სექტორს, ბიზნეს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანიზაციებს, დონორებსა და არასამთავრობოებს შორის, ვინაიდან სწორედ ესეთი კომუნიკაცია ქმნის იმას, რომ სხვადასხვა რესურსები გაერთიანდეს და ერთი მიზნისკენ იყოს მიმართული. ანუ გაცილებით ნაკლები დანახარჯით, რეალურად გაცილებით მეტ შედეგს მივაღწიოთ. ამიტომ ისეთი აქტივობები, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში არის, ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა განსაკუთრებით ეხლა პანდემიის და პოსტპანდემიის პერიოდში, რომელიც ერთის მხრივ ახალგაზრდებში, როგორც მარიამ აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის, მათი მხარდაჭერის კუთხით, მეორეს მხრივ კომპანიებისთვისაც საკმაოდ საინტერესო არის მსგავსი აქტივობა, რომელიც შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი არის. ჩვენ ვიტყვით, რომ აჭარის დასაქმების სააგენტო მზად არის და ჰქონდა ურთიერთობა განმახორციელებელ ორგანიზაციასთან პროექტის შეხვედრები და საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საომალოდ რაღაც ერთობრივად დაგვეგება ღონისძიებები, იმიტომ რომ დასაქმების სააგენტო იგივე ახალ ტალღასთან ერთად აქვს გამოცდილება სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ორგანიზების, მათ შორის გორგიაც იყო ჩართული და გვაქვს საინტერესო მიდგომა, სადაც სტუდენტს სწავლასთან თავსებადი სასწავლო გრაფიკით ვაძლევთ, იგივე მასტერკლასების და არაფორმალური განათლების კუთხით, გარკვეული უნარჩვევების განვითარებას, იმ უნარჩვევების, რომელიც სწავლასთან თავსებადი სამუშაო გრაფიკით დასაქმებას უზრუნველყოფდა. სამწუხაროდ ჩვენს ბიუჯეტიდან გამომდინარე, მხოლოდ 50 სტუდენტზე ჰქონდა გათვლილი და არ არის ეს ის რაოდენობა, რომელიც ბაზარზე რაღაც დინამიკა შეგიცვლა, თუმცა კარგი ინიციატივა, კარგი მიდგომა არის და წლიდან წლამდე იხვეწება. რაც შეეხება პროექტზე, მარიამს არ ქონდა ხაზი არ გაუსვა, ძალიან კარგი კომპონენტი არის და მნიშვნელოვანი და დამეთანხმება ჩვენი კოლეგებიც იმაში, რომ ეს პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ სტაჟირებას, არამედ სტაჟირება არის დაფუძნებული კონკრეტულ რეგლამენტზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სტაჟირება. სტაჟირებისთვის არა და არის მონიტორინგის ფუნქცია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმი იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს სწორედ ის, რაც მას სჭირდება. და მე ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩვენ ალბათ ერთობლივად ვიფიქრებთ იმაზე, რომ მოვიძიოთ იგივე დამატებითი რესურსი იმისათვის, რომ კომპანიების ხარდაჭერა უზრუნველყოთ მენტორინგის ინსტიტუტის განვითარებისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან კომპანიებს ერთი მაქვს სურდა და მეორეა უნდა მქონდეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩემთან სამუშაო გარემოში სწავლა განახორციელოს. კი, პრინციპში დასაქმების სააგენტომ, რომელიც სახელმწიფომ შექმნა როგორც მექანიზმი, ხო, შუამავლის ასრულებს ამ ფუნქციას აჭარის შემთხვევაში. ასეთი კითხვა ჩნდება მაინც, აი, უფრო კარგად რომ განვარტოთ, რაშია როლი აი ამ სააგენტოსი. თუ კი არსებობს მაგალითად ისეთი საიტი, როგორიც არის Jobs.g, ხო, სადაც არის შესაძლებელი ინდივიდუალურად შესვლა ვაკანსიის მოძებნა, გაგზავნა და აი ამ პროცესში დამოუკიდებლად მონაწილეობა. რა როლს ასრულებს
იწურებს დასაქმების სააგენტო. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს რო განმარტოთ? დასაქმების სააგენტო დასახელებიდან გამომდინარე ყოველთვის დასაქმებასთან ასოცირდება, თუმცა დასაქმების სააგენტოს ძირითადი მიზანი არის დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების და სისტემების შემუშავება. ანუ უფრო უხეში ფორმით რო ვთქვათ, ჩვენ არ ვასაქმებთ, ჩვენ ხელს უწყობთ. მხარდაჭერას ვახორციელებთ დასაქმებაში. ეს ნიშნავს არა მხოლოდ სამუშაოს მაძიებლებზე ზრუნვას და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ იგივე აღნიშნული გვერდებიდან და იგივე კერძო სააგენტოებიდან დასაქმებას. არამედ უფრო მოწყვლად ჯგუფებზე მუშაობა, რომელსაც ჭირდებათ სხვა გვარი მხარდაჭერა, ჭირდებათ ზოგს მხოლოდ კონსულტაცია, კოუჩინგი, რომლის ელემენტები სხვათა შორის არის აღნიშნულ პროგრამაში, არამედ მათ ჭირდებათ ასევე უფრო გრძელვადიანი მხარდაჭერა, კარიერულ განვითარების გეგმის შემუშავებას, რაც ითვალისწინებს და ამ გეგმის მიმდინარეობის პერიოდში შესაძლებელი არის ითვალისწინებთ მათ რეფერირება სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში, პროფესიული მომზადების გრძელვადიან პროგრამაში თუ იგივე გადამზადების პროგრამაში. ანუ სხვადასხვა სეგმენტზე ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა. და ამით განსხვავდებით და მე მეამაყება იმისა, რომ სწორედ ბიზნესთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ჩვენ მოახერხეთ ის, რომ პირველებმა შევიმუშავეთ ჩვენს ქვეყანაში მოკლევადიანი მომზადება გადამზადების პროგრამები, რომელიც სამუშაოზე დაფუძნებული იყო, სამუშაო გარემოში მიმდინარეობდა სწავლა და ამ საგანმანათლებლო მოდულის შემუშავებაში იყო ჩართული უშუალოდ კომპანიები საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად. ან მათ საჭიროებებზე მორგებული არის ეგ ყველაფერი. აი პროფესიული განათლების როლი რამდენად არის მნიშვნელოვანი არსებულ ბაზარზე მოთხოვნა როგორია პროფესიებთან აი პროფესიული განათლების კუთხით შრომის ბაზარი არის დინამიური და გეტყვით რომ დღეს არა მხოლოდ რეგიონალურ არამედ ზოგადად ქვეყნის შრომის ბაზარზე გვაქვს ყველა სახის დისბალანსი, რაც კი შეიძლება რომ არსებობდეს. ეს არის ხარისხობრივი, რაოდენობრივიც და თვისობრივიც. ანუ იმის თქმა მინდა რომ არც იმ კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი არ გაგვაჩნია, არც იმ რაოდენობის და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც ზემოთ თავშევე აღნიშნე, ყველა ამ შრომის ბაზარზე მომშავე აქტორების სწორი კომუნიკაცია. აი, მგალაშეს ვკითხავ კოლეჯი ახალი ტალღა, პროფესიული კოლეჯი. დიახ. რატომ არ არის მაინც და მაინც პოპულარული პროფესიული განათლება საქართველოში, როგორ ფიქრობთ? იქნებ შეიცვალა მიდგომები და მე არ ვიცი. ბოლო პერიოდის განმავლობაში მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლეჯია ახალი ტალღა. ყოველ შემთხვევაში მე რასაც გვერდიდან ვადევნებ თვალს, თან ერთი-ორჯერ ვიზიტიც მქონდა, საკმაოდ ისეთია, აი, ვერ წარმოიდგენ რომ საქართველოში ხარ იმდენად განსხვავებული მიდგომები აქვს ამ ადამიანებს, იმდენად დიდია ჩართულობა სტუდენტების და მოთხოვნაც საკმაოდ გაიზარდა ბოლო წლებში, როგორც ვიცი. მოგესალმებით პირველ რიგში, გმადლობთ მოწვევისთვის, მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მახსოვს ძალიან კარგად დრო, როდესაც ლექციებს ვკითხულობდი წლების წინ პროფესიულ განათლებაში და როგორი უნდობლობა იყო საზოგადოების და ბიზნესის მხრიდან, მაგრამ ვფიქრობ ეს დღეს შეიცვალა დამოკიდებულება და განწყობაც. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ითამაშა დონორმა ორგანიზაციებმა და პროფესიულ განათლებაში ძალიან ბევრი რეფორმა დადებითად აისახა. პირველი განსაკუთრებულად გამოვყოფთით დღევანდელ პროექტს და ჩვენ ამ კუთხით გვაქვს გამოცდილება, ვინაიდან დღეს ახალ ტალღაში სწავლება მიმდინარეობს როგორც მოდულური, ასევე დუალური მიდგომით და დუალური მიდგომა გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. წელს როცა ჩვენ შევაჯამეთ ესეთი 19 პროგრამა, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი, დასაქმების მაჩვენებელი 90%-ზე მაღალი გახდათ და ეს პროექტიც ვფიქრობ იქნება წარმატებული. განათლებიდან დასაქმებაში გადასვლა, პირველი ნაბიჯები, პირველი დასაქმება და სწორად კარიერის დაგეგმა ეს არის დღეს ჩვენი გამოწვევა ვფიქრობ. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ აჭარიდან 70 სტუდენტი დარეგისტრირდა და მათ მიეცემათ საშუალება იმ უნარჩვევების მიღების და განვითარების, რაც დღეს ჭირდება დამსაქმებელს. ასევე მე ვფიქრობ, ისინი შეიძინენ პრაქტიკულ გამოცდილებას და შრომის ბაზარზე თავიანთი დაიფუძნებენ. ბატონო, რამდენად ხშირად მოგმართავენ დამსაქმებლები ამ შემთხვევაში, როცა თქვათ მათ ჭირდებათ რომელიმე კადრი, არ მიდიან და არ აცხადებენ თქვათ აი ვაკანსიას და არ დებენ იგივე ჯობსჯიზე, არამედ პირდაპირ მოდიან თქვენთან. თუ არის ეს პირდაპირი კომუნიკაცია თქვენსა და დამსაქმებლებს შორის? ვფიქრობ, ბოლო დროს ძალიან კარგი პროექტი და კარგი მიდგომა არის მომზადების, გადამზადების პროგრამები. აქ ეძლევა უკვე დამსაქმებელს და კოლეჯს. ეს არის კარგი მაგალითი თანამშრომლობის ბიზნესთან, თუნდაც კოვიდის პერიოდში
პროექტში და ჩვენ შევძელით მოვარგეთ მათ ეს პროგრამები და მოკლე ვადაში უკვე მათ შეუძლიათ ესე მაგალითად კარგი პროექტი იყო ეხა ჩვენ ბოლოს დავასრულეთ ანაკთან სადაც სტადიონის მშენებლობაში 3 ჯგუფმა 55 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა სწავლებაში და თან დარჩნენ დასაქმდნენ მოკლედ ამ პროექტში. მე ვფიქრობ ანალოგურად ეს პროექტიც მათ მიცემს საშუალებას რომ შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და თავი ესე ვთქვათ დაიფუძნონ ამ პროექტში. ქალბატონ სოფიოს მინდა ვკითხო, ბიზნესის როლზე ვისაუბრეთ, რამდენად არის მნიშვნელოვანი აი ამ პროცესში იყოს ინიციატორი პრინციპში. აი თქვენი კომპანიის მაგალითზე რო ვისაუბროთ, რამდენად ასრულებს თქვენი კომპანია, რამდენად არის მნიშვნელოვანი კომპანიის მართვაში, ფუნქციონირებაში ეს როლი, რამდენად არის წინ წამოწეული. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩვენი კომპანია, როგორც მოგეხსენებათ, არის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტის ქსელი მთელ ამიერკავკასიაში. ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს დასაქმებული 1600-მდე ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, აქედან ბათუმში 400 ადამიანი. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვაძლევთ ახალგაზრდებს საშუალებას გაიარონ სტაჟირების პერიოდი პროფესიული კუთხით. ამ ეტაპზე გვაქვს სურვილი რომ შევარჩიოთ HR დეპარტამენტში, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტებში და მივცეთ მათ საშუალება თავის გამოვლენის და რომელიც უკვე მათ მოტივაციაზე და სურვილებზეა დამოკიდებული. თქვენ ხართ კომპანია, იმ 9 კომპანიას შორის, რომელიც თანამშრომლობს ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან აი ამ კონკრეტულ პროექტში. დიახ. სხვა შემთხვევებში რამდენად არის თქვენთან განვითარებული ეს სტაჟირების ინსტიტუტი, ანაზღაურებადია თუ არა და გაქვს თუ არა კომპანიას რაიმე პოლიტიკა ახალი კადრების მოძიების კუთხით? დიახ, გვაქვს პრაქტიკა სტაჟირების გავლის, არაერთხელ გქონია ჩვენ თანამშრომლობა დასაქმების სააგენტოსთან და აქედან გამომდინარე ხშირი საფუძველი ჩაიყარა ამ პროცესს, რაც ძალიან გამართლებულია, რაც ასევე კომპანიას აძლევს ახალგაზრდების ახალი ხედვის და მათი იდეების რესურსის შექმნის. აი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი თავსატეხი მათთვის არის მოთხოვნა გამოცდილების, რაც ხშირ შემთხვევაში სტუდენტებს არ აქვთ. რატომ კეთდება სწორება ამაზე კომპანიის მხრიდან? არის კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რადგან მათ არ აქვთ დრო და რესურსი, რომ მისცენ მათ ამ გადამზადების პერიოდი. თუმცა გააჩნია საქმიანობას და გააჩნია პოზიციას. ამ შემთხვევაში ჩვენი კომპანია აძლევს საშუალებას ამ ახალგაზრდებს, გვაქვს ისეთი პოზიციები, სადაც არ არის აუცილებელი გამოცდილება და მთავარი კრიტერიუმი შერჩევის დროს არის დამნაშავებელი მათი მოტივაცია. აი გამოცდილების ძიებაში შეიძლება თუ არა დაიკარგოს მაგალითად კარგი კადრი სხვა უნარებით, რომელსაც აქვს პოტენციალი რომ განავითაროს. დიახ, ამიტომ გვაქვს ისეთი პოზიციები, სადაც არის შესაძლებლობა ავიყვანოთ აბსოლუტურად გამოუცდელი კადრი, მაგალითად კონსულტანტის შემთხვევაში და პირიქით გვაქვს ორკვირიანი სტაჟირების პერიოდი, რომელ პერიოდშიც ჩვენ ვასწავლით მათ აუცილებლად პროდუქციას და მომხმარებლის მომსახურების სტანდარტებს. დიდი მადლობა, იმედია სხვა კომპანიებიც მოგვეწევენ. ბატონ ლაშას მინდა ვკითხო, აი ჩვენ საუბრობდით კოლეჯზე და ბიზნესის მხრიდან მომართვიანობაზე. აი თუ არის რომელიმე ვთქვათ კონკრეტული პროფესიები, რომელზეც